ჩემი აზრი სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით, გენეტიკურ კოდებთან დაკავშირებით და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე გამოცანად რჩება. მოდი დავიწყოთ. სამყაროს შექმნის დამაგვირგვინებელი ფაზა იყო ადამიანის შექმნა. თუ წმინდა მამებს დაუჯერებთ, ადამი იმ დაცემული ანგელოზების ჩანაცვლებად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინც ღმერთის წინააღმდეგ გამხედრდა საკუთარი ამპარტავნების გამო. ჩვენ ვიცით, რომ ადამი ჭყალებში თავს გრძნობს მარტოსულად, ამიტომ ადამიანისგან განცალკევდა და მისი ნეკნისგან შეიქმნა ევა. მე არ მჯერა თეორიის იმის შესახებ, რომ ევამდე არსებობდა ლილითი. არა, ეგ მცდარი მოსაზრებაა და ამიტომ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ გვიპოვნია დედამიწაზე, რაც ამ ყველაფერს დაადასტურებდა და ეს მხოლოდ ჭორები მგონია. და რა ხდება ამის შემდეგ? როდესაც ადამი და ევა ცხოვრობენ ედემის ბაღში. და რა არის მართლაც ეს ედემის ბაღი? ედემის ბაღი, ჩემი ვერსიით, არის ტერიტორია, სადაც ეგრეთ წოდებული მზის სხივები თუ რადიაცია ვერ აღწევს ფიზიკურად და არის რაღაც ერთგვარი კაფსულა, სადაც ცხოვრობს ადამი, ევა და სადაც არის ედემის ბაღი. რატომ ბერდება ადამიანი? იმიტომ რომ ორგანიზმში ხდება რადიაცია და გამოსხივება. ძალიან მარტივი რაღაცა, კანის და უჯრედების თუ ქსოვილების ჭკნობას დაბერებას იწვევს რადიაცია და მზის სხივები. ეს დადასტურებული ამბავია. ანუ გამოდის, რომ ადამს და ევას და მათ ორგანიზმს არ ხდება არც რადიაცია, არც მზის სხივები. და პლუს ამას ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას ჰქონდა გარედან გარსი, ანუ მყარი, ეგრეთ წოდებული გუმბათი, რომლის წყალობითაც დედამიწაზე არ ხდებოდა რადიაცია და ასევე ბევრად ნაკლები მზის სხივი ხდებოდა. ამ ყველაფრის გამო და იმის გამო, რომ დედამიწის მასა იყო ბევრად ნაკლები, შესაბამისად დედამიწის სიჩქარე იყო ბევრად მეტი. ანუ მარტივად რო ვთქვა, დედამიწას არ აწვებოდა მასა და ფიზიკის კანონით ვიცით, რომ სხეულზე რაც უფრო ნაკლები მასა მოქმედებს, მით უფრო მეტია მისი სიჩქარე, აჩქარება. ამიტომ დედამიწას ჰქონდა ნაკლები მასა, ყინული იყო ბევრად მეტი, ანუ წყალი არ იყო დიდი რაოდენობით, იყო ყინულის ფორმით და როგორც ასეთი წყალი იყო მიწის ქვეშ დალექილი, როგორც დღეს გვაქვს მაგალითად და ჩვენ სასმელ წყალს მოვიპოვეთ მიწის ქვეშიდან, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ჭას თხრის ადამიანი და იქიდან მოიპოვეს სასმელ წყალს. ამის შემდეგ ადამი და ევა ჩადიან ცოდვას და სინჯავენ აკრძალულ ხილს. შემდეგ ადამი ევას ადანაშაულებს საკუთარ ცოდვაში და ამის გამო მათ ორივეს გამოაძევებენ ედემის ბაღიდან და არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამს რომ ეთქვა ღმერთისთვის, რომ თვითონ არის დამნაშავე და ბოდიში მოეხადა, აპატიებდა ღმერთი და დატოვებდნენ ორივეს ადამსაც და ევასაც ედემის ბაღში. ამის შემდეგ გამოაძევეს ადამი და ევა თავიანთი ცოდვის გამო ედემის ბაღიდან და შემდეგ ვიცით ჩვენ, რომ მათ შეეძინათ ორი ვაჟი, აბელი და კაინი. პარალელურად მათ შეეძინათ ასევე რამდენიმე ათეული თუ ასეული შვილი, მაგრამ ვინაიდან ბიბლიაა და ბიბლია არ არის ადამის და ევას გენეალოგიის წიგნი, საწყის ეტაპზე კაინი და აბელი გაუჩნდათ ადამს და ევას. შემდეგ კაინი კლავს აბელს და კაინი გარბის ადამი და ევასგან და ვინაიდან ადამი და ევას და ზოგადად ადამი და ევას მოდგმა არ გადაშენდეს, ამიტომ ღმერთი მათ უგზავნის შვილს, შეთს და ასევე არის ვერსია, რომ მათ შეეძინათ რამდენიმე ათეული შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთზე იქორწინა კაენმა. უпростоრად არის ვერსია, რომ რამდენიმე მათგანი ასევე ადამს და ევას მიატოვებენ და ცალკე სახლდებიან და ერთ-ერთ მათგანზე ქორწინდება კაინი. ამის შემდეგ ცოტა ურაზროვანი სიტყვებია ბიბლიაში და ზოგი ერთ სიძახის, ზოგი მეორეს. მე რას ვფიქრობ ამას გეტყვით, ჩემი ვერსიით და ჩემი ვარაუდით, დაცემული ანგელოზები ჩამოდიან დედამიწაზე,
ეგრეთ წოდებული ანუნაკები, რომელიც შუმერებმა ახსენეს, დაცემული ანგელოზები შედიან ურთიერთობაში ადამის შთამომავალ გოგონებზე, დაჩნდებიან გიგანტები, ეგრეთ წოდებული ნეფილიმები, რომელთა მამაკაცური ბუნება არის დევის ფორმის, ხოლო ქალბატონის ბუნება არის ეგრეთ წოდებული სირინოზი, ანუ ნახევრად ადამიანის და ნახევრად ჯადოქრის თუ ნახევრად ცხოველის ბუნება. ერთი რაღაცა გამორჩა, კაინი როცა კლავს აბელს, მას ნიშანს დაადებს ღმერთი, რომ სხვა ადამიანებმა მას არ მოუსწრაფონ სიცოცხლე. და ჩემი ვარაუდით ეს ნიშანი არის კანის ფერის ცვლილება. არცად არ წერია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს ასეა და კანის ფერი გაუმუქდა კაინს ამის შემდეგ და კაინის ყველა შთამომავალს. ხო, ამის შემდეგ ნეფილიმები და დაცემული ანგელოზები ადამიანებს და მათ შორის კაინის შთამომავლებიც და ადამის და ევას სხვა შვილების შთამომავლებიც ასეთ რაღაცას აკეთებენ, ისინი მათ დაცემული ანგელოზები ასწავლიან ბევრ ეგრეთ წოდებულ ტექნოლოგიას, მათ შორისაა ასწავლიან შელოცვებს, გინებებს, წყევლებს, რაღაცა მეტალურგიას თუ სხვათა სხვა ზებუნებრივ რაღაცა ნიჭებსაც ასწავლიან ასტრონომიას და ასე შემდეგ. ვინაიდან ნეფილიმური ბუნება იყო ცხოველური ბუნება, ნახევრად ადამიანი, ნახევრად დაცემული ანგელოზი, მათ დაიწყეს თარეში მთელ დედამიწაზე და სისხლის მდინარეები სდიოდა დედამიწას და შველას თხოვდა ღმერთს ხალხი, ვინც რეალურად არ იყო დაცემული ანგელოზების მხარე და რეალურად ისინი ღმერთმა გადაარჩინა და მოავლინა წარღვნა. არის ვერსია, რომ წარღვნის დროს ის დაცემული ანგელოზები, რომლებიც დედამიწაზე არიან, რამდენიმე მათგანი დაიჭირეს მათ შორის მთავარ ანგელოზმა და უფლის მხარეს ყოფმა ანგელოზებმა და გამოკეტეს მიწის ქვეშ. ეს წერია ენოქის წიგნში. ენოქის წიგნი არ მიიჩნევა კანონიკურად, მაგრამ რაღაც დეტალები არის საგულისხმო და რაღაც დეტალებზე შეიძლება საუბარი, რომ რაღაცა სიმართლის მარცვალი ურევია. ჩვენ ვიცით, რომ ნოეს ოჯახი გადარჩა წარღვნისგან, შესაბამისად ნოეს სამ ვაჟს ყავდათ მეუღლეები. ერთ-ერთი ვერსიით ეს მეუღლეები იყო სეთქელებაბი, ნეალთემოკი და ადათანესისი. არის ვერსია, რომ ქამის მეუღლე არის ნახევრად ნეფილიმი. ამ ვერსიის მჯერა მე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქამიტები არიან შავკანიანები, გიგანტები და არიან კანიბალიზმისკენ თუ სხვა რაღაცა ნეფილიმური ბუნებისკენ მიდრეკილები. მე ვავითარებ ესეთ ვერსიას. იქორწინდება ან აჯადოვებს ნეფილიმი გოგონა ქამს და ის გადაარჩინა ქამმა წარღვნისგან. შემდეგ ეს ნეფილიმი გოგონა აჩენს შვილებს და ამრავლებს ქამიტებს. ქამიტების შთამომავლები ყველა არიან ერთი და იგივე ბუნების. ნახეთ, მარტივი რაღაცა. ქამი რო ყოფილიყო ბრჭყალებში გიგანტი და რო ყოფილიყო შავკანიანი, მისი ორივე ძმა იგივე ბუნების იქნებოდა და ანუ სემიტები და იაფეტის შთამომავლები იგივენაირი გარეგნობის იქნებოდნენ, როგორც ქამიტები არიან. ხო არ არის, არ ემთხვევა. ამიტომ მე მგონია, რომ ქამი კი არ იყო, არამედ იყო ქამის მეუღლე ამ ბუნების და შესაბამისად ნეფილიმური ბუნება დედის ხაზით მიიღეს ქამიტებმა. ამ ვერსიას ამყარებს ის ისტორია, რაც განვითარდა ბაბილონის გოდოლის ირგვლივ, ანუ ქამის შვილის კუშის შვილი ნიმროდი აშენებს ბაბილონის გოდოლს და იძახის ასეთ რაღაცას. მე ბრძოლას უცხადებ ღმერთს ჩემი წინაპრების წარღვნით დასჯის გამო, ანუ მისი ბაბუა ქამი გადაარჩინა ღმერთმა და მისი დიდი ბაბუა ნოე გადაარჩინა. მაშინ რომელ წინაპარს გულისხმობს ნიმროდი? მაშინ გამოდის, რომ დედის მხარის წინაპრები, ანუ ბებიის მხარის წინაპრები. ანუ ქამის მეუღლის ხაზი არის ნეფილიმები და ის ხალხი, ვინ წარღვნას ემსხვერპლა. ლოგიკურია. ნახეთ, როდესაც მოსე გამოდის ეგვიპტიდან და ქანაანის მიწაზე აბრუნებს ებრაელ ერს, ის აგზავნის მზვერავებს, რათა მოინახულონ და სად შედიან და როცა ქანაანის მიწიდან მზვერავები ბრუნდებიან, შეშინებულები ბრუნდებიან ისინი და ეუნებიან მოსეს, რომ იქ დაინახეს დევები, ნეფილიმები დაინახეს. შესაბამისად, ნახეთ, ქანაანი იყო ქამის ვაჟი და ქანაანის შთამომავლები იყვნენ გიგანტები. გიგანტები სხვა ვერავინ ვერ იქნებოდა გარდა ნეფილიმებისა. ესე იგი ნეფილიმების ხაზი რაღაც კუთხით გადარჩა. ქამი ვერ იქნებოდა ნეფილიმი ფიზიკურად. ნოე არ იყო ნეფილიმი.
ძალიან მარტივი რაღაცა. ისიც მარტივია, რომ ქამი თუ ნეფილიმია, მისი ძმების ნეფილიმებია და ქამიტები არიან 2 მეტრიანები, სემიტები მეტრად და 80 არცდებიან. ხო, მარტივი რაღაცაა, რა ვიცი, შეადარეთ, ეგერ კუშის სამეფო იყო მაგალითად სუდანი. სუდანელები არიან რამდენი მეტრის? 2 მეტრზე ბევრად დიდი ხალხია. აფრიკელებიც 2 მეტრზე დიდი ხალხია. მელანეზია პოლინეზიელებიც 2 მეტრზე დიდი ხალხია. როდესაც ებრაელი მზვერავი ბრუნდებიან, მოსეს ეუბნებიან, რომ კანაანის მიწაზე მათი ხილეს გიგანტები, ნეფილიმები. პირდაპირ წერია ეს ბიბლიაში. რატო არიან იაფეტის შთამომავლები ყველანი წვრილთვალება? დიახ, არ მოგესმათ, იაფეტის შთამომავლები ყველანი არიან წვრილთვალებები. მათ შორის ქართველებიც წვრილთვალებები ვართ. ბიბლიაში და სახარებაში ეს არ წერია, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ იაფეტის მეუღლის სახელია ადათანესისი და ის არის წვრილთვალება და ერთ-ერთი ვერსიით ის არის აბელის შთამომავალი. ჩვენ ვიცით, რომ აბელის შთამომავალი არ ყავს, მაგრამ შესაძლოა აბელის რომელიმე დის ან ძმის შთამომავალი იყოს და შესაბამისად სეთის ხაზი, რომელიც არის ნოე, მისგან განსხვავებული ხაზისგან წარმოვიდა ხაზი, რომელსაც ახასიათებს წვრილთვალები. გადმოცემით ადათანესისი არის ყველა იაფეტური ხაზის დიდი დედა. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ არ არის ეს დადასტურებული, ჩემი ვერსიაა ეს, რომ ნოესთან დარჩა მისი უმცროსი ვაჟი იაფეტი და მას ასწავლა ის ხელობა მათ შორის, რაც იცოდა, ეს არის გემთმშენებლობა, ეს არის ღვინის დაწურვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შემდეგ იაფეტის შთამომავლებმა აითვისეს და რა ვიცი, თუ იაფეტის შთამომავლებს შეხედავთ, მარტივია. ქართველებმა ღვინის დაწურვა ვიცით, ვიღაცა გემს ააშენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ხდება შემდეგ? ანუ როცა განშლა მოხდა წარღვნის შემდეგ ხალხის, ნოეს შთამომავლების, რატომ არ აქვს ყველას ერთი და იგივე გენეტიკური კოდი? დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რომ ქამის მეუღლე არის გადმოცემით ან ნეფილიმი, ან კაენის შთამომავალი, სემის მეუღლე არის სეთის, იგივე შეთის შთამომავალი და იაფეტის მეუღლე ერთ-ერთი ვერსიით არის აბელის შთამომავალი, ან აბელის რომელიღაცა ძმის ან დის შთამომავალი არა სეთის ხაზით. არის ვერსია, რომ წვრილი თვალები იმიტომ აქვთ ადამიანებს, რომ ისინი ძისგან და რადიაციისგან იცავენ თავს და შესაბამისად წვრილი თვალები მათ განუვითარდათ მაშინ, როცა ჩამოინგრა ეგრეთ წოდებული გუმბათი წარღვნის წინა პერიოდში, უფრო ახალგაზრდების თვალები გახდა უფრო წვრილი, იმიტომ რომ ძის მიმართ მომხდარიყო რეაქცია. მანამდელ ხაზებს, ანუ სეთის ხაზს არ აქვს ეს წვრილი თვალები და შემდგომ ხაზს აქვს განუვითარდა. ანუ მეორე ვერსია არის, რომ სეთის შემდგომი ხაზები, სანამ როცა გუმბათი ჩამოიშლება, აი იმ დროს დაბადებულ ხალხს აქვს წვრილი თვალები და მათ შორის ადათანესისი ერთ-ერთი ვერსიით მისი შთამომავალია. ადამის ამ შვილის შთამომავალი, ანუ უმცროსის ხაზის გაგრძელება. იაფეტი თვითონაც უმცროსია და თუ ადამის და ევას უმცროსი შვილის შთამომავალს დაქორწინდა ორი უმცროსის შთამომავალი, კი ვიცით რა შედეგსაც მოიტანდა და მოიტანა კიდევაც ის შედეგი. დაუბრუნდეთ თემას, ანუ იაფეტის ხაზი ყველა არის წვრილი თვალება და იაფეტის შთამომავლები ვართ, მათ შორის ჩვენ ქართველები. რატომ არა აქვს სემის, ქამის და იაფეტის შთამომავლებს ერთ და იგივე გენეტიკური კოდი? პასუხი ძალიან მარტივია. მათ მეუღლეები არ ყავდათ ერთი და იგივე გენეტიკური კოდის, ერთი და იგივე წარმოშობის. ჩემი ვერსიით წარღვნამდე გენეტიკური კოდი არ იყო და ღმერთმა წერია კიდევაც ბიბლიაში, რომ ღმერთმა წარღვნის შემდეგ მათ განუსაზღვრა ასაკი, ანუ 120 წელი ცხოვრების, ანუ გენეტიკური კოდი ჩაუნერგა ეგრეთ წოდებულად ადამიანებს ორგანიზმში. ამის შემდეგ ჩდება სემის ვაჟები, ქამის ვაჟები, იაფეტის ვაჟები და ისინი, ნახე, ძალიან მარტივი, ისინი არ ქორწინდებიან თავიანთ ნათესავებზე. მარტივი რაღაცა, ანუ იაფეტის ხაზი ბიჭი არ ქორწინდება იაფეტის ხაზის გოგონაზე, სემის ხაზის ბიჭი არ ქორწინდება სემის ხაზის გოგონაზე და ქამის ხაზის ბიჭი არ ქორწინდება ქამის ხაზის გოგონაზე. იშვიათ შემთხვევებში. შესაბამისად, ქამის შთამომავლები, რომლებიც ნახევრად ნეფილიმური ხაზია, სემის შთამომავლები, რომლებიც არიან სეთის ხაზი და იაფეტის შთამომავლები, რომლებიც ნახევრად სეთის ხაზია და ნახევრად ან აბელის ხაზი, ან კიდევ რომელიღაცა ადამის და ევას სხვა შვილის შთამომავალი, ერთდაიგივე გენეტიკა ვერ ექნებათ. მარტივია, ხო? სხვადასხვა გარეგნობა აქვთ. შესაბამისად, კოდიც სხვადასხვა ექნებათ მის შვილებს. ამის შემდეგ ასევე, ნახე, ნოეს შვილიშვილები ხო არის ესენი? ის შვილიშვილებიც ქორწინდებიან არა თავიანთ ხაზზე,
არამედ სხვა ხაზებზე და ამის მარტივი გამოვლინებაა ის, რომ R გენეტიკური კოდი არამი და მისი შთამომავლები R-ის საფუძველი R0-ად მიიჩნევა სემის ვაჟი არამი, მას განუვითარდა ქამიტური ბუნება. ანუ რას ნიშნავს ქამიტური ბუნება? მიდრეკილება, რაღაცა ცხოველური ბუნება და სიმაღლე, გიგანტიზმი აქვს განვითარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაიკვეთა ქამიტებთან. შესაბამისად, მათ გარეგნობაზეც აისახა ეს ყველაფერი. იგივე რაღაცა არის მაგალითად იაფეტის შვილი იავანის ხაზში, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილო აფრიკაში და ისინი გენეტიკური კოდია, ისინი გადაიკვეთნენ აფრიკელებში და მათი კანისფერი შეიცვალა, ოდნავ გამოკვდა და თმები გახდა ოდნავ ხვეული, ანუ ხუჭუჭა. მსგავსი კვეთა ხდება სემიტებს და ქამიტებს შორის, სემიტებსა და იაფეტის შთამომავლებს შორის და იაფეტის შთამომავლებსა და ქამის შთამომავლებს შორის. სემის, ქამის და იაფეტის არ ქონდათ გენეტიკური კოდი. არც ნოეს არ ქონდა გენეტიკური კოდი, არც ადამს არ ქონდა გენეტიკური კოდი. გენეტიკური კოდი წარღვნის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს განუვითარდა. და წარღვნის შემდეგ დაბადებული ადამიანები არიან ნოეს შვილიშვილები. ესაა და ეს. ზოგი უფრო ადრე დაიბადა, ზოგი უფრო გვიან დაიბადა. ბევრმა შეიძლება მითხრას, რომ ეს ყველაფერი აბსურდია. ერთ მარტივ რაღაცას შევახსენებ, ათეისტი მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანი არის მაიმუნის შთამომავალი და პირველი გენეტიკური კოდი, აი მაიმუნისგან რო ადამიანად იქცა, ჰომო საპიენსი, რაღაცა დენისოველები, ნეანდერტალელები, ამათგან გენეტიკური კოდი პირველი რომელიც გამოჩნდა, იყო მამაკაცური YDNA A00 და დედის ხაზი L0, აი A00 ხო გაჩნდა, ანუ მივიღეთ. ხო უნდა დაქორწინდეს ვიღაცაზე, მის შესაბამის ქალბატონზე, ხო? რომ გაამრავლდეს, შთამომავალი ყავდეს. L0, ანუ მისი შესაბამისი პირველი ქალბატონი დედის ხაზში, ამ ათეისტი მეცნიერების აზრით, პირველ გენეტიკურ მამაკაცსა და პირველ გენეტიკურ ქალს შორის არის სხვაობა არც მეტი, არც ნაკლები 80,000 წელი. ამიტომ აბსურდია მათი ლოგიკა, არაფერში არ ჯდება. პლუს ამას აფრიკელების, მელანეზიელების, პოლინეზიელების და ქამიტურ ხაზში არის აღმოჩენილი ეგრეთ წოდებული ჰომინინ X და ghost პოპულაცია, რომელიც არიციან რა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამით თავს იბრიყვებენ და გონიათ, რომ ადღეს გამოვიკვლევთ, ახვალ გამოვიკვლევთ, აბრიყვებენ ხალხს და სინამდვილეში ghost პოპულაცია და ჰომინინ X-ი ყველამ ვიცით რაც არის. ეს არის ნეფილიმური ხაზი. ჩემი ვერსიით ეს არის ნეფილიმური ხაზი, რომელიც მხოლოდ აფრიკელებში, მელანეზიელებში, პოლინეზიელებში და ყველა ქამიტში ამოდის. სხვაგან არ ამოდის ეს გენეტიკა. ანუ რას ნიშნავს ეს? ადამიანს ყავს ორი მამა. რეალურად და ის მეორე მამა არიციან ვინ არის. ეს ყველაფერი ამყარებს ჩემს ვერსიას იმის შესახებ, რომ ქამის მეუღლე იყო ნაწილობრივ ნეფილიმური ბუნების. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.